მე მგონია რომ ზოგადად ესე იგი NGO-ების აი რატომ პარტიას ვერ ქნა, იმიტომ რომ NGO-ების ფუნქცია იყო ყოველთვის არა იმდენად უშუალოდ პოლიტიკური პარტიის შექმნა, არამედ პოლიტიკური პარტიებისთვის იდეოლოგიური საფუძვლები და არსებული ხელისუფლების კოროზია. სამჭედლოც იყო. კი. სამჭედლოც იყო ეს ერთი. კოროზია ძალიან შეუნაძის შემთხვევაში ძალიან კარგად იმუშავებს. და იდეოლოგიური აპარატის შექმნა. აი ეს ორი იყო. ეხლა იდეოლოგიური აპარატის შექმნა და პოლიტიკური რაღაც პარტიის შექმნა ორი სხვადასხვა ამოცანაა. თუმცა გავს ერთ. პოლიტიკური პარტია სპაისჭირდება ხალხთან ურთიერთობა. მათ არ აქვს გამოცდილება ხალხთან ურთიერთობის. მათ აქვს გამოცდილება რაღაც პატარა NGO წრეებთან ესე იგი შიდა ურთიერთობის. ამიტომ ძალიანაც გასაგებია რომ ისინი ვერ შეძლებენ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნას. არ არის სახალხო არასდროს თავიანთი კვლევები იყო, აღარ მახსოვს რომელ წელი არის. თავიანთი კვლევებშიც ბოლოს და მესამე თუ მეოთხე ადგილზე არის სანდოების ხრივ. ანუ არანაირი სანდოობა 5%. კი. თვითონ დაწერეს. და 1% არის საქართველოში არც კი. ნული რაღაცა ეს თითქოს მოდი ეს 1%, რომელსაც შეხება ქონია ამა თუ ინფორმით NGO-ებთან. არა და ამ 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა მონაცემებით ხა ზუსტი თანხები არაა დათვლილი, მაგრამ ძალიან დიდი თანხებია. მილიარდზე მეტი რომ არის დახარჯული ამ დოლარს გულისხმობ. ხო, დოლარს გულისხმობ. მეტი. ნუ რადგან არ იყო გამჭვირვალე, ზუსტად არ ვიცით, ეხლა გვეცოდინება უფრო მეტად და შესაბამისად წარმოიდგინეთ იმ დროს, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი ამხელა არ იყო გულისხმობ შევარდნაძის პერიოდს და ასე შემდეგ, ხო? ადამიანებს ჰქონდათ შემოსავალი და მოსახლეობის მხოლოდ 1% ჩართეს. არც კი 1%-ის კი არ ჩართეს, ხო? ეს რას ნიშნავს, რომ ესე იგი ეს იყო რაღაცა კლასი, რომელიც პარაზიტირებდა სამოქალაქო საზოგადოებით. მე მინდა თქვა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში თვითონ სიტყვაში და სახელში ცუდია პირიქით, ეს არის ის ძველსაბრუნდელი მოძ, მაგრამ იმემა მითვისებული იყო და საუბარი იყო, რომ აი უმრავლესობა კი არ არის სამოქალაქო საზოგადოება. არც ერთეულთა ერთობა არის.